მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ. ეს არის პოდკასტი ფემინისტის პირისპირ და დღეს ჩემი სტუმარია რევაზ კარანაძე, პოლიტეკონომისტი, ხო მართალია? ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, დავიწყებთ საგარეო პოლიტიკის განხილვას. ტრამპის ინაუგურაცია შედგა. მოდით თქვათ ჯერ ზოგადად როგორია ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური სტრატეგიული ხედვა, რა როლს თამაშობს საქართველო, ან უნდა ითამაშოს აი ამ სურათში და რა შეიცვალა და შეიცვალა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლით. რაღაც ბევრი კითხვა ერთად არის, მაგრამ დავიწყოთ. ძალიან ისეთი თემა არის რა, სოფლიო მნიშვნელობის თემაა, რომელიც ჩვენ გვეხება, ჩვენს ყოველდღიურობას ეხება მეტნაკლებად და განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, 2022 წლის მერე ამას უფრო მეტად გრძნობთ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს ქუჩებში, იქნება ეს სახლებში, ტელევიზიებში თუ ასე შემდეგ. ბოლო 30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მეტნაკლებად გამოირჩევა ერთნაირი საგარეო პოლიტიკით საერთაშორისო არენაზე. რაც საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, რომ ერთადერთი სუპერძალა დარჩა, რომელსაც შეუძლია თავისი პოლიტიკური გავლენა მის გარშემო რეგიონისა თუ მის სამეზობლოს გარეთ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ასე ვთქვათ, გამოიყენოს. მათ შორის ჩვენც მოვხვდით ამ ნაწილში მეტნაკლებად და ბოლო 30 წელია 30-იც მეტიც, უფრო მეტიც, ბოლო 40 წელია რეიგანის დროიდან ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში დომინანტური ხედვა, საერთაშორისო პოლიტიკის არის ნეოკონსერვატიული ხედვა. ხა მოდი ახსნათ რა არის ეს ნეოკონსერვატიული ხედვა. ხა კონსერვატიზმი არის ცალკე იდეოლოგია, ნეოკონსერვატიზმი ეს არის რეიგანის პერიოდიდან წამოსული საგარეო პოლიტიკის ხედვა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბრიტანეთში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნებისმიერ ფასად უნდა შეძლოს ის, რომ შეინარჩუნოს თავისი გლობალური ჰეგემონია. თავიდან ეს იყო სსრგ-ს შეკავების პოლიტიკით, მაქსიმალური შეკავება და შემდეგ იყო იმგვარი მიმართება, რომ სხვა ქვეყნებიც უნდა გამختარიყვნენ ამერიკის მეგობარი ქვეყნები, ამერიკის ნაირი ქვეყნები, ან ქვეყნები, რომლებიც გაატარებდნენ ამერიკის გავლენას. ეს არის ბოლო 30 წელია ამერიკის საგარეო პოლიტიკა. თუმცა ამ პოლიტიკას ყავს ძალიან ბევრი კრიტიკოსი, მათ შორის თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ პოლიტიკამ მეტნაკლებად განიცადა წყვეტა 2016 წლიდან 2020 წლამდე. ტრამპის ფენომენით, იმიტომ რომ ტრამპი იყო ის ფიგურა, რომელიც ამბობდა, რომ მე ამ დაყენებულ ამ establishment-ის პოლიტიკას, როგორც არის ნეოკონსერვატიზმი და ამერიკის ეგრეთ წოდებული ჩარევების პოლიტიკა და ჰეგემონიის პოლიტიკას შევეწინააღმდეგები, რადგან ეს უარყოფითად აისახება ჩვენს შიდა პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ამას შეგვიძლია მერე გავშალოთ, ჯერბოლად ავხსნათ ეს რა არის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ რესპუბლიკელები ან დემოკრატები არიან ნეოკონსერვატორები, იმიტომ რომ ორივე დომინანტი პარტია, რომლებიც ერთი ვითომ ლიბერალები, მეორე ვითომ კონსერვატორები, საგარეო პოლიტიკაში ატარებენ ნეოკონსერვატიულ პოლიტიკას. იქნება ეს მამა ბუში, რომელიც შეიჭრა ერაყში, იქნება ეს კლინტონის დროს მაგალითად ბელგრადის დაბომბვა, ავღანეთის დაბომბვა, იქნება და შემდეგ ეს ომი ტერორზე, ასე ვთქვათ, რაც იყო არასანქცირებული შეჭრა ბრიტანეთის და ამერიკის, რომელსაც წინააღმდეგაც წავიდა გაერო, რომელსაც არ დაუჭირეს თვითონ ნატოს მოკავშირეებმა ქვეყნებმა, როგორც არის საფრანგეთი და გერმანია ერაყში შეჭრაზე, რაც იყო არასანქცირებული, ითვლება არალეგალურ შეჭრად. რამაც შემდეგ გამოიწვია მილიონზე მეტი ადამიანის დაღუპვა სამწუხაროდ. გამოიწვია ის, რომ მივიღეთ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ძალიან ახლოა ჩვენთან, მათ შორის მოსკოვზე უფრო ახლო არის ეს და სტამბულზე უფრო ახლო არის ეს ტერიტორია, საქართველოსთან, ისლამური სახელმწიფო, რომელშიც სხვა შორის ძალიან ბევრი ქართველიც კი მონაწილეობდა სამწუხაროდ. ამ ბევრი გამოწვევის შემდეგ მივიღეთ ისიც, რომ ავღანეთში დაიხარჯა ტრილიონები და თალიბანი შეიცვალა ისევ თალიბანი 20 წელიწადში. ამიტომ ამერიკის ეს საგარეო პოლიტიკა საბოლოო ჯამში განიცდის მეტნაკლებად კრახს. იგივე რო ავიღოთ უკრაინის თემაც, რაც იყო ერთ-ერთი წყალგამყოფი, რომ მილიარდები მიდის უკრაინაში, შედეგს ვერ ვნახულობთო, ამბობდა ტრამპის მხარდამჭერი ფრაქცია და ბუღალტერიაც არ არის, ანუ არ ვიცით ეს ფული სად მიდის. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი დებატები იყო საბოლოო ჯამში ამერიკაში დაიყვანება ყველაფერი ბუღალტერიაზე და ფულზე. ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიოდა ტრამპი.
2015 წლიდან. არავის არ ეგონა, რომ ტრამპი გახდებოდა მთავარი კანდიდატი. იმიტომ რომ ეს იყო ანტი-ესტაბლიშმენტის კანდიდატი. ორი კანდიდატი იყო ესეთი 2015-16 წელს, ეს იყო მარჯვენა მხარეს ტრამპი და მარცხენა მხარეს ბერნი სანდერსი, რომელიც ამბობდა, რომ ძირთად აკრიტიკებდა ამერიკის ეკონომიკურ პოლიტიკას და ამბობდა, რომ ამერიკა არის ერთადერთი განვითარებული ქვეყანა, სადაც არ არსებობს უნივერსალური დაზღვევა და არის ის, რომ კერძო ჯანდაცვა არის და მილიონები კეთდება ჯანდაცვის მაფიაში, ფარმა მაფიაში, მაშინ როდესაც კანადაში და მექსიკაში უწევთ ხალხს ინსულინის $25 ყიდვა, მაშინ როდესაც ამერიკაში $250 ყირს და სასწრაფოს გამოძახება არ უნდა ღირდეს $4,000, არ უნდა უჯდებოდეს ამ ადამიანს. ამაზე იყო დებატები. თუმცა დემოკრატიული პარტია ბევრად უფრო დისციპლინური აღმოჩნდა და ასე ვთქვათ ბერნი სანდერსი ჯოხი დაუქნიეს და დისციპლინაში, დააბრუნეს, ასე ვთქვათ პარტიის სტანდარტებში და გაიმარჯვა, იქ ბევრი პრობლემა იყო, მათ შორის გაყალბების პრობლემაზეც მიმდინარეობს დებატები, მაგალითად დები ვორსერმენ-შულცისთან დაკავშირებით, ფლორიდის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო, ფლორიდის შტატიდან დემოკრატების თავმჯდომარე იყო მაშინ და აღმოჩნდა ისე, რომ ჰილარი კლინტონი, რომელიც იყო ესტაბლიშმენტის წარმომადგენელი, რომელიც ერახში შეჭრას უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატი იყო. რაც შეეხება რესპუბლიკელების მხარეს, ესტაბლიშმენტის მხარეს, ყველას ეგონა, რომ ბუშების ძმა ჯებ ბუში გაიმარჯვებდა, ჯორჯ ბუშის უმცროსი ძმა, თუმცა ბუშებს, ასე ვთქვათ, ამოჭმული აქვთ თავისი პოპულარობა იმ არაპოპულარული პოლიტიკიდან, რაც აწარმოა მამა ბუშმა და შემდეგ ჯორჯ ბუშმა, რაც ქვია ერახში, ასე ვთქვათ, უამრავი თვითონ ამერიკელი ჯარისკაცის დაგარკვაც და დაღუპვაც და რამაც საბოლოო ჯამში ძალიან გაუფუჭა ამერიკას იმიჯი. და ამ ყველაფრის ფონზე წამოვიდა ეგრეთ წოდებული მემარჯვენე პოპულიზმი ტრამპის სახით, რომელიც ამბობდა, რომ ერახში შეჭრა იყო მართლაც რომ პრობლემური და ეს არ უნდა ყოფილიყო და მე ვიყავი ამის წინააღმდეგი. ტრამპი არ იყო თავიდან რესპუბლიკელი, მან ძალიან ბევრჯერ შეიცვალა პოზიცია, ცალკე პარტიაც იყო, დემოკრატიც იყო, დამოუკიდებელიც იყო და ის ამბობდა, რომ ჩვენ აღარ გვინდა ომები. ჩვენ აღარ გვინდა ომები, თან მაშინ იძავებოდა სიტუაცია უკრაინაში და უკრაინაში ობამას მთავრობის დამსახურებით მოხდა მაიდანი, სადაც მოხდა მთავრობის შეცვლა, გადატრიალების სახით და ჩვენ ვნახეთ, რომ ვიქტორია ნულანდი ჩადიოდა და არიგებდა, ასე ვთქვათ, კბილეულს პირდაპირ ჩარევა იყო. და ეს მთავრობების ცვლილების პოლიტიკა, რაც ნეოკონსერვატორებს ახასიათებთ, მაგალითად ვიქტორია ნულანდი, ეს ფიგურა, რომელიც რთვარწოდების შარშან შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო ბლინკენის მოადგილე. კლინტონის დროიდან ყველა მთავრობაში იყო რაღაცა პოსტზე, რომელიც იყო ნატოში ელჩი, იყო გაეროში წარმომადგენელი და ასე შემდეგ, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და ეს ნეოკონსერვატორების იდეოლოგიურ ფრთას წარმოადგენდა. თუმცა ტრამპის პერიოდში ეს ნეოკონსერვატორების ფრთა, რომლებიც იყვნენ ძალიან დომინანტი რესპუბლიკელებში, ტრამპის მოგების შემდეგ მათი უმეტესობა გადავიდა დემოკრატიულ პარტიაში. მაგალითად ჯო ბაიდენი ღიად ნეოკონსერვატორი იყო თვითონაც და თვითონაც ამ ძველი ყაიდის შეკავების პოლიტიკის მომხრე იყო და ის მაგალითად რუსეთთან ომის გაღვივების საფრთხე რაც შეიქმნა, ამაზე მოითმო ძალიან კარგად ტრამპმა ხელები. 2024 წლის არჩევნებისთვის, წლევანდელ არჩევნებზე ვამბობ და ის ამბობდა, რომ ჩვენ მაშინ როდესაც არის კატასტროფები ამერიკაში, არის ხანძარი, არის დიდი წყალდიდობა იყო რამდენიმე შტატში, ფლორიდაში, ჯორჯიაში და ჩრდილოეთ სამხრეთ კაროლინები დაზარალდა, ქარიშხალი და წყალდიდობით $750 მიიღო ხალხმა და $750 არ არის საკმარისი, რომ რა თქმა უნდა სახლები აღადგინო, ბიზნესები დაზიანდა, 1000 უბედურება მოხდა და ხალხი იყო ძალიან გაბრაზებული. მათ შორის ისეთი შტატში, როგორც იყო ჯორჯია და ჩრდილოეთ კაროლინა, რომელიც მერყეობს ხოლმე ხან რესპუბლიკელების არის, ხან დემოკრატების, თუმცა ეს იყო დემოკრატების შტატი და ყველას ეგონა, რომ ისევ დემოკრატების ხელში დარჩებოდა ეს შტატი. სამწუხაროდ ამ კატასტროფის, ამ დახმარებებმა პირიქით რომ გააღიზიანა ხალხი, იმიტომ რომ ეს არ იყო საკმარისი. თან ყველა ითხოვდა, რომ უკრაინას რო ეხმარებით, რომელიც უცხო ქვეყანაო და მაინც რატომღაც შედეგს ვერ ვნახულობთ, სად მიდის ჩვენი ფული არც ვიცით. ამაზე ძალიან კარგად მოითმო ტრამპმა ხელები და თქვა, რომ აი ნეოკონსერვატორები ისევ ომებს აფინანსებენ და არ ვიცით სად მიდის ჩვენი გადამხდელების ფული, გადასახადების ფული, რატომ უნდა ვაფინანსოთ ის ომები, რომლებიც ჩვენი არ არის. რატომ უნდა მივიდეს სიტუაცია იქამდე, რუსეთთან, ბირთვულ სახელმწიფოსთან დაიძაბოს სიტუაცია და მესამე მსოფლიო ომამდე მივიდეს და ტრამპი ამბობდა, მე ვიქნები მშვიდობის პრეზიდენტიო. იგივე განაცხადა მან სხვა კონფლიქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა მაგალითად
მისი ფლანგი გამოირჩეოდა ანტიჩინური რეტორიკით, მაგალითად დაამბობდა, რომ ჩვენი თავი პრობლემა არის დღეს ჩინეთთან კონკურენცია, რადგან ჩინეთი არის ჩვენი თავი, ასე ვთქვათ, მეტოქე და რუსეთი არ არის, იმიტომ რომ რუსეთს არ აქვს ესეთი ეკონომიკა, როგორიც არის ჩინეთი და რუსეთთან და მოხდეს მეტნაკლებად დაზოვება, თუმცა ის ასევე ამბობდა, რომ ჩინეთთანაც მშვიდობიანი პოლიტიკა უნდა გქონდეს. უნდა გქონდეს ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი კონკურენცია, სი ძინპინიზე თქვა, რომ ის იქნებოდა მისი საპატიო სტუმარი ინაუგურაციაზე, თუმცა სი ძინპინი არ გამოცხადდა ინაუგურაციაზე. და ასე შემდეგ, ხო? ანუ ტრამპის ცალსახად დაიჭირა, მშვიდობის ყოფილის მანტია მოირგო. კი ბატონო. მშვიდობის ყოფილის მანტია მოირგო და მოირგო ის, რომ ამერიკელ მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. არ ვიცი გუშინ ნახეთ თუ არა, მეგონი დღეს გამთენიისას, აი ლოს-ანჯელესში ხანძრის შემდეგ ლოს-ანჯელესის მერთან ჰქონდა პირდაპირ პრესკონფერენცია, სადაც ლოს-ანჯელესის მერი პირდაპირ პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა რა, ანუ ცდილობს, რომ მაქსიმალური ყურადღება გადავიდეს საშინაო პოლიტიკაზე. მათ შორის ტრამპის არავის არ ეგონა, ყველას ეგონა, რომ ტრამპი იქნებოდა უფრო მეტად პროისრაელი, ვიდრე იყო მაგალითად ბაიდენი, თუმცა ტრამპის მოსვლამ განაპირობა ის, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა პირველად ამ ომის პერიოდში. ახლო აღმოსავლეთში აქედან გამომდინარე, თუმცა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს რაც ეხება, მკვეთრი განცხადებები გააკეთა, ესეც უნდა ითქვას და ფაქტობრივად დაიმუქრა სანქციების გაღრმავებით. ხო, მე უბრალოდ მაინტერესებს რა მეტი რა სანქცია უნდა დაადონ რუსეთს, თუმცა ეს სანქციები სამწუხაროდ არ მუშაობს და რუსეთის ეკონომიკა არის აი იცით რა მაინტერესებს? ეს ტრამპი როგორ მოვიდა, ეს თითქოს გასაგებია და ხო, აი სინამდვილე რა არის? მართლა ესეთი ადმინისტრაცია ესეთ პოლიტიკას გაატარებს, როგორც რასაც გვპირდებოდნენ? იცით რა არის? ეს ძალიან რთული სათქმელია. იმიტომ რომ ჯერ ახლა მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეტორიკა ძალიან განსხვავებული არის, ვიდრე ეს იყო მის პირველი პრეზიდენტობის დროს 16-20 წლებში. ახლანდელი ტრამპი განსხვავებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მრჩეველი, რომელიც იყვნენ ეგრეთ წოდებული deep states, რასაც ეძახის ტრამპი, ან ეს deep state არის deep state-ზე უნდა ვისაუბროთ კიდევ ცალკე, არა? ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს deep state-ი ჩემი აზრით მოდი რადგან ახსენეთ, განმარტოთ. რა არის ეს deep state? Deep state-ი არის, ესე ვთქვათ, ეს არის establishment-ის პოლიტიკა, სადაც სახელმწიფო ბიუროკრატებს და ამ სახელმწიფო დინასტიებს აქვთ ძალაუფლება და არაფერს არ ცვლიან საბოლოო ჯამში და რასაც უნდა იმას აკეთებენ კონსტიტუციის მიღმა, აკეთებენ ეს რაღაც არაფორმალური მართლობა არის, რომ არსებობს რაღაც სახელმწიფოში სახელმწიფო, დიფარი ღმა სახელმწიფო, რომელიც აი როგორც იყო იმაგეთ რაღაც თითქოს CIA-ის დაზვერვის მიერ იმართება სახელმწიფო. ხო, მაგრამ აი მეც ამოვიკითხე რაღაც CIA, FBI-ზე იყო, ეს ხო ისაც ვიცოდით და ვიცით რა, რატო არის ეს რაღაც კონსპირაციის საგანი? ჩვენთვის იცით რა, ჩვენთვის გარედან ჩვენ სხვანაირი გამოცდილება გვაქვს და უფრო ნაკლებად ვენდობით ხოლმე ინსტიტუტებს განსხვავებით ამერიკისგან, რომ ამერიკული მოსახლეობისგან, რომელმაც ტრამპის და სენდერსის მერე დაიწყო უნდობლობა ერთის მხრივ ეკონომიკური იმის კუთხით, რომ მდიდრდებიან და ხალხი უფრო მეტად ღარიბდება, მაგალითად თუ შენ შეგეძლო 30 წლის წინ სახლის ყიდვა ჩვენ თაობას ეს ამერიკაში ძალიან ნაკლებ შეუძლია და ეს სერიოზულად აისახება. რაც შეეხება აი მუდმივ ომებს და სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს, რომელიც სულ მდიდრდება. აი ეს მაგალითად უკრაინას რო დახმარება მიდის, ეს დახმარება ხო იცით არ არის. ეს არის ვალები და უკრაინა ვალდებული ამერიკული სამხედრო კომპანიებისგან შეიძინოს იარაღი. ან უკრაინა ამას უბრუნებს ამერიკულ კომპანიებს. ამ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი საბოლოო ჯამში ცოცხლობს რითი რომ აწარმოებს იარაღს და იარაღის საჭიროება ბაზარზე ჩდება მაშინ, როდესაც არის კონფლიქტი. კი ბატონო, ეს deep state-ზე აუცილებლად უბრალოდ ტრამპზე დავამთავრებ, რასაც ვამბობდი რა. იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპის მოსვლა კანდიდატებს უნდა დავაკვირდეთ კიდე. ვინ მოყავს, იმიტომ რომ წინაზე ვინც ყავდა კანდიდატები, მაგალითად ეს იყო მაიკლ პომპეო, CIA-ის ცენტრალური დაზვერვის ბიუროს თავმჯდომარე, რომელიც იყო ნეოკონსერვატორი, ჯეიმს ბოლტონი. იყო ნეოკონსერვატორი, მისი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში. მათთან მოვიდა სერიოზული განხეთქილება და ისინი აღარ მოყავს ამბობს, რომ მათ მომატყუესო და რამის მიმიყვანეს ომამდე ვენესუელასთან და ირანთან. აი ეს თვითონ ტრამპი ამბობს და ისო არ მინდა. აქედან გამომდინარე, მან არჩია ისეთი კანდიდატები, რომლებიც იყვნენ არა-establishment-ის კანდიდატები, მაგალითად ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა მიდის განხილვა Tulsi Gabbard-ზე, რომელიც არის არა-establishment-ის კანდიდატი, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ყველანაირ სახელმწიფო დაზვერვას, იქნება CIA-ის, FBI-ის თუ ასე შემდეგ. Tulsi Gabbard-ის კანდიდატურა ძალიან საინტერესო, ის არის ყოფილი ვეტერანი,
და ყოფილი დემოკრატი, რომელმაც პოზიცია შეიცვალა 2020 წლის მერე და ტრამპის მხარეს გადაიხარა. ტულსი გაბარდი, რა თქმა უნდა, CIA-ს და FBI-ს იმ establishments, რომელსაც ყავს დიდად არეხატება გულზე, მათ შორის რესპუბლიკელების ძალიან დიდ ნაწილსაც. ამიტომ ნახოთ, მიიღებენ სენატი და ამტკიცებს მას თუ არა. აქედან გამომდინარე, ასე იყო Matt Gates-ის კანდიდატურაც, რომელიც საკმაოდ სკანდალებით არის ცნობილი, მათ შორის არასრულ წლოვნებთან სექსუალური სკანდალები ჰქონდა ურთიერთობის და ასე შემდეგ. თუმცა Matt Gates ჰქონდა ძალიან კაფიო პოზიციები, რომელიც აკრიტიკებდა აი ამ establishment-ის პოლიტიკას. თუმცა მან თავის კანდიდატურა თვითონ გაიწვია. რა სკანდალებზე ელაპარაკე, ამას ვერ გეტყვით. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ორ რამეს. ტრამპის პირველ 100 დღეს მართლა რამდენად დაემთხვა მის დანაპირებს და მის დაპირებებს, მისი განცხადებები. თუმცა საინტერესო ისაა, რომ უკვე განაცხადა, რომ უკრაინას დახმარება შეუჩერებს გაზაფხულიდან. დღეს გავცელდა ეს. მეორე არის ის, რომ კანდიდატები ვინ არიან, ხო? დავიწყე კანდიდატების განხილვა. საინტერესო ისე, რომ მისი კანდიდატები ყველა ზოგი ისევ establishment-ის წარმომადგენელი აქედან გამომდინარე რაღაც კუთხით თითქოს უპირისპირდება მის ანტი-establishment-ურ ამ რიტორიკას. ბევრი ამბობს, რომ ეს ანტი-establishment-ური რიტორიკა იყო არჩევნებისთვის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკაში სამწუხაროდ ხშირად ერთი არის კანდიდატი არჩევნებამდე და ერთი არის, როდესაც უკვე ძალაუფლებაში მოდიხარ სხვა პასუხისმგებლობებით. ამაზე საინტერესო მაგალითი არის მარკო რუბიო, სახელმწიფო მდივანი. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არის სერიოზული ნეოკონსერვატორი, ამ establishment-ის წარმომადგენელი, რომელიც ყოველთვის იყო მომხრე ამ საგარეო ინტერვენციების, მთავრობების ცვლილების და ასე შემდეგ. ის არის კუბელების ბატისტას პერიოდში გამოქცეული ოჯახის შთამომავალი, რომელიც იყო ფიდელ კასტროს წინააღმდეგი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მეტნაკლებად ამერიკაში ყველა მიცის, რომ ის იქნებოდა ძალიან მომხრე მონროს დოქტრინის. მონროს დოქტრინა ეს არის ის, რომ დასავლეთ ნახევარ სფეროში ამერიკის დომინაცია უნდა იყოს. და ეს არის ამერიკის, ასე ვთქვათ, უკანა ეზო, მთელი ლათინური ამერიკა რა. აქედან გამომდინარე, ორი რაღაცას მიანიშნებდა ეს რუბიო, რომელიც იყო თავიდან ძალიან პრო-ისრაელი და პრო-უკრაინაში ომის მომხრე და ამავდროულად ძალიან განწყობილი იმისა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნები არ გასულიყვნენ ამერიკის ჰეგემონიის გარეთ. დაინიშნება ტრამპის ადმინისტრაციაში. დაინიშნა უკვე 100 სენატორიდან 99-მა მხარი დაუჭირა მარკო რუბიოს. აქედან გამომდინარე, ორი რაღაცა შეიძლება ვივარაუდოთ. ერთი ის, რომ მოხდება თლიანი ყურადღების გამახვილება დასავლეთ ნახევარსფეროზე, როგორც არის ტრამპის განცხადებებს დავაკვირდეთ, პანამის არხი უკვე მინიშნება, რომ ყურადღება იქით გადადის და გრენლანდიის საკითხი. გრენლანდია ეკუთვნის დანიის სამეფოში, შემავალი ცალკე ქვეყანა არის დანიის გვირგვინში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამბობს, რომ თითქოს არ სჯერა მას კლიმატის ცვლილების და გლობალური დათბობის, გრენლანდია არის ძალიან გეოსტრატეგიული მდებარეობის მქონე ტერიტორია, რადგან იქ გლობალური დათბობის შემთხვევაში იქ არის უამრავი რესურსი, რომელიც არ არის ხელდადებული არავის, ბუნებრივი რესურსი წიაღისეულზე მოაქვს და ასევე ჩრდილოყინულოვანი ოკეანე და მისი გზები, სავაჭრო გზების გახსნა. რაც ძალიან დიდ კონკურენციას იმაშვება, რა ქვია. გაუწევენ ერთმანეთს და ყველაზე დიდი სანაპირო ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში აქ რუსეთს დღევანდელ დღეს. რაც შეეხება ხა რუბიოს თვითონ. მეორე პრობლემა რუბიოსთან ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ამ establishment-ის წარმომადგენელი, მისი განცხადებები იყო ყოველთვის აი ბაიდენის საგარეო პოლიტიკას მაგალითად ძალიან გავდა და არ იყო ძალიან განსხვავებული, ბუშების პოლიტიკას ძალიან გავდა და ამ ყველაფრის მიუხედავად როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ ის ითვალისწინებდა რუბიოს კანდიდატურას როგორც სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ითვალისწინებდა რუბიოს კანდიდატურას, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, განკარგავი ამერიკის საგარეო პოლიტიკისა. ფაქტობრივად სახელმწიფო მდივანი საგარეო მინისტრეს მაყურებლისთვის ყველაზე უფროსი კაბინეტის წევრი, ასე ვთქვათ, ყველაზე მოწინავე კაბინეტის წევრის პოზიციაა. რუბიომ უცებ შეცვალა თავისი პოზიცია და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ბუღალტერია გვჭირდება ჩვენ უკრაინისგან და უკრაინაში კონფლიქტი უნდა დასრულდეს. უცებ მოხდა ამის ცვლილება. თუმცა რუბიოს გავლენა ბევრ რაღაცაზე ისე ვიგრძნო, მაგალითად ბაიდენმა რომ ამოიღო კუბა ტერორისტების მხარდამჭერე ქვეყნების სიიდან, ტრამპმა ისე უკან დააბრუნა. და ძალიან სამწუხაროა ეს, იმიტომ რომ კუბა 70 წელია იმყოფება არალეგალურ ბლოკადაში. კაიროს მიერ და ამერიკას უბრალოდ მტკიცებულებები არ მოაქვს, რატომ არის ეს ბლოკადაში, გარდა იმისა, რომ უბრალოდ
კუბა არ ემორჩილება ამერიკის დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე ეს არის პრობლემა და უკვე ჩანს რუბიოს ეს კი ბატონო, მოდი ჩვენთან მიმართებაში ვთქვათ საქართველოს და ჩვენს ხელისუფლების მოლოდინებს, პროგნოზებს ძალიან ელოდებოდნენ ხო ტრამპის ინაუგურაციას და ეხლაც ელოდებიან რომ ძალაში შევიდეს ტრამპის ადმინისტრაცია. ფაქტია რომ ამ ეტაპზე და არ ვიცი თქვენ როგორ ხედავთ ჩატარებულ არჩევებს არ აღიარებს ასეთ ჩასხვალ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები თუ არ არის ასე რაღაცა არ ვიცი მე რამდენად უნდა თქვენ როგორი ხედვა მე პრობლემა ის მაქვს რომ საერთოდ ჩვენ გვჭირდება იმისი ხედვა რომ ვიღაცამ აღიაროს ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გვჭირდება რატომ და გვჭირდებოდეს იცით რას ვერ ხვდები რომ ეს სუვერენულობაზე მიდის ლაპარაკი ერთის მხრივ რომ სუვერენიტეტი გვინდა და მე არის საუბარი იმაზე რომ ვიღაცამ უნდა აღიაროს ჩვენი არჩევნების ლეგიტიმურობა. მოდი ვაღიაროთ ჩვენ დაგვისვან კითხვა ჩვენ ვაღიარებთ ამერიკის. ხო აი ბაში კითხვა ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ ვინ ვართ? აი მანდ მივდივართ. ეხა თუ ჩვენ მივდივართ ისე მანდ რომ ამერიკა რამდენად აღიარებს და მოდი ესე ვთქვათ მაშინ ეხა დემაგოგიური რიტორიკა რო არ გამოგვივიდეს უნებურად ხო ფაქტია რომ ამერიკა არის გლობალური ფაქტობრივად თავარი, კარგი, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. მისი მხრიდან აღიარება ჩვენი ქვეყნის ყველანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პოლიტიკურის არის მატებს წონას, ხო? ჩვენს არ დაგეთანხმებით. აი, არ დამეთანხმოთ და მითხარით, მაშინ როგორ? იცით რა არის, რომ მოკლედ ესე ვიტყოდი, რომ ჩვენ ბოლო 30 წელი არის ვართ თავიდან ბოლომდე ამ ამერიკული ჰეგემონიის ქვეშ. გვინდა თუ არ გვინდა, ესე მოხდა. კი ბატონო. იქნება ეს ეკონომიკური კუთხით, იქნება ეს პოლიტიკური კუთხით, თუმცა საბოლოო ჯამში სიტუაცია მიდის იქამდე, რომ ჩვენ უფრო მეტი წარმოდგენა გვაქვს წონა დასავლეთისთვის, ვიდრე დასავლეთს აქვს ჩვენზე წარმოდგენა. ანუ დასავლეთისთვის და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ტრამპისთვის საქართველოს არ აქვს იმ ხელმძღვანელობა, რამ ხელმძღვანელობასაც ქართული პოლიტიკური ელიტა ანიჭებს საქართველოს. განსაკუთრებით ამ მოცემულობაში. მე არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომ ალბათ 100 დღეს უნდა ვუყუროთ, ეს იქნება ტრამპი როგორ და რანაირად წაიყვანს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ტრამპს ჯერჯერობით საქართველოსთვის არცალია, იმიტომ რომ სხვა დაიწყო ემიგრაციაზე საუბარი, ახალი ისინი გამოსცა, რა ქვია, აღმასრულებელი ბრძანებები, თარგმნი თავში. აღმასრულებელი ბრძანებები, ახლა ლოს-ანჯელესის მერთან პირდაპირ დებატები, ნახოთ როგორ და რანაირად იქნება. მე არ ვიცი. კარგით, მოდით, იცი როგორ თქვათ მაშინ, რუსეთი ხო ნამდვილად განიხილავს სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ. ეხლა ჩინეთი, მაგრამ რუსეთიც ხო არის ამ ეტაპზე? იცით რა არის თქვენ? ესეც არა. ანუ იცით რა არის სამწუხაროდ ესეთი მიდგომა არის რა, რეალისტური სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და ტრამპმა სხვა შორის გადააზიარა ისეთი ადამიანის მოსაზრება ამ საკითხებზე, რომელსაც არავინ არ მოელოდა. ეს იყო ჯეფრი ზაქს, რომელიც ამბობდა, რომ უნდა ყველანაირად მოხდეს ისე, რომ მოლაპარაკებების დონეზე წავიდეს ყველაფერი და კონფლიქტი არ გაძლიერდეს. ამავდროულად ჩვენ გვყავს პროფესორი ჯონ მიშჰაიმერი, რომელიც ამბობს, რომ სოფლიოში არის 3 სუპერ ძალა დღევანდელ დღეს. 2 არის ერთმანეთის კონკურენტი, მესამე არ არის ამათი კონკურენტი. მოდი ჩამოვთვალოთ ვიზიას. ეს არის ეკონომიკური კონკურენციით პირველ რიგში ერთმანეთთან ყველაზე ახლოს არიან ესენი ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რუსეთი და ამერიკა არიან გაცილებით უფრო აგრესიული სუპერძალები, ვიდრე არის ჩინეთი და ჩინეთი არავის თავს არ დასხმება ბოლოს 70 წელია. განსხვავება ის არის, რომ რუსეთი არის ბევრად უფრო სუსტი ეკონომიკურად და თავისი გლობალური გავლენით, იმიტომ რომ პრობლემა ამერიკა შეექმნა ჩინეთთან მას შემდეგ, რაც ჩინეთი მაგალითად 2000 წელს თუ იყო მთავარი სავაჭრო პარტნიორი მსოფლიოს 78%-ის ქვეყნების 78%-ისთვის ამერიკის შეერთებული შტატები 2020 წელს 99%-ისთვის გახდა ჩინეთი. აქედან გამომდინარე, ამაზე მიდის დღევანდელ დღეს დავა. და ძირითადად რეალისტებს ესეთი მიდგომა აქვთ, რომ ბაიდენის ამ ნეოკონსერვატიულმა მიდგომებმა გააკეთა ისე, რომ რუსეთი, რომელიც შეიძლება და ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების პოტენციური მოკავშირეო, გახადა ჩინეთის პოტენციური მოკავშირეო, რაც ძალთა ბალანსისთვის არ არის სახარბიელო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით ტრამპი რას გააკეთა. რა მაინტერესებს იცით? ჩვენ ერთ რამეს დავამატებ, იცით რა არის, რომ ჩვენ რაც შეეხება, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ საგარეო პოლიტიკაზე, რა არის, ჩვენ თუ არ გვექნება ჩვენი განვითარების ხედვა ქვეყანაში, რაც სამწუხაროდ მე
33 წლის ვარ რა. 30 წელია ვხედავ იმაზე, რომ არც ჩრდილოეთიდან არ ამოდიოდეს მზე. არც სამხრეთიდან არ ამოდიოდეს და არც მინდა დასავლეთიდან რა მზე საიდანაც ამოდის ეს ესეა. და შენ ქვეყანას თუ განვითარების სტრატეგია არ ექნება ეკონომიკაში, პირველ რიგში ეკონომიკური განვითარების სტრატეგია თუ არ გაქვს, შენ ვერ ისაუბრებ, რომ შენ ხარ დამოუკიდებელი ქვეყანა. აუცილებლად ახლა მაგ თემაზე გადავიდეთ და უნდა გკითხოთ, იმიტომ მე თვალს ვადევნებ თქვენს ვიდეოებს და ძალიან მენიშნა და მომეწონა ერთი ასე ვთქვათ მოსაზრება და უნდა გკითხოთ იმასთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე აუცილებლად მინდა რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ და ჩავხუროთ ამერიკის მე მესმის რომ ჩვენ რაღაცა გადიდებული იმის ქვეშ უყურებთ ხო და მგონია რომ ჩვენს ირგვლივ ტრიალებს რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესებიდან გავდივართ მაგრამ თვითონ ამერიკაში ჩვენს მიმართ ასე დაგისვათ კითხვას რამე ინტერესია აქვს აი რა მე შემიძლია გითხრათ რა ინტერესი ჰქონდა ნეოკონსერვატორებს მე ვერ გეტყვით ტრამპი რამდენად ნეოკონსერვატორი დარჩება თუ დარჩება იგი ინტერესი კარგი ვთქვათ ნეოკონსერვატორებს რა ინტერესი ჰქონდა ძალიან მარტივია ჩვენ გვიყურებენ იმიტომ რომ მე არ მჯერა რომ ეს არის დემოკრატიაზე იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან ბევრი მოკავშირე ძალიან არადემოკრატიულია და ძალიან შორს არის ადამიანების უფლებებისგან მათ შორის პირველ რიგში საუდის არაბეთთან დავიწყებ და ამერიკა ძალიან ხშირად გამოირჩეოდა ისეთი ჩარევებით მაგალითად 1973 წელს როდესაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა გადააგდო ჩილეში და მოიყვანა დიქტატორი პინოჩეტი, ხო? იმიტომ რომ ის თავის ინტერესებს ატარებდა. ამიტომ ეს დემოკრატიაზე მესმის ამერიკის რომანტიზირების ხო, მაგიდან გამოვიდა. ეს თქვენ ხართ, მაგრამ საზოგადოებას. მესმის. საზოგადოებას ვერ. უბრალოდ მე ვამბობ ესეთ რაღაც. ამერიკის ინტერესი იყო ჩვენთან გეოსტრატეგიული. პირდაპირ კუთხით გეოსტრატეგიული. იმიტომ რომ მეც რო ვიყო ამერიკის შეერთებული შტატები, იმ პოლიტიკას რაც ატარებდა, საქართველოს შეხედვით გეოსტრატეგიულად. რამდენიმე რაღაც არის ძალიან საინტერესო. თუ გვაქვს რო გავშალოთ. აუცილებლად. პირველ რიგში ეს იყო ტერორისტთან ომის დროს, როდესაც მიდინოდა იქ ვითომ ტერორზე ომი. საქართველოს აქ მდებარეობა, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ ვითომ ევროპელები, თან მე საფრანგეთის პრეზიდენტი გამოჩნდა, დახედეთ გეოგრაფიას არ მდებარეობს საქართველოს ევროპაში. ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, რომელიც არის ძალიან ახლოს ერთის მხრივ რუსეთთან სამხრეთით და მეორე მხრივ არის ჩრდილოეთ გეოგრაფიულად ჩრდილოეთში ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ მოსაზღვრეთ ვართ. ირანიც ახლოა ჩვენთან. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ გვიყურებდა როგორც გეოსტრატეგიულ ადგილს, როგორც რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული სხვა დიდი ძალების დასაბალანსებლად, მაგალითად, ბუფერ ზონად, დასაბალანსებლად, შეკავების პოლიტიკა რომ გადავხედოთ აი შეკავების პოლიტიკას მე-20 საუკუნის ცივი ომის დროს რას აკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? სსრკ-ს და მისი მოკავშირეების ქვეშ აკეთებდა რკალს, სადაც იყო მისი გავლენის სფეროები. დაახლოებით იგივე ვარიანტი არის დღეს საქართველოს და უკრაინის თემა და მაგით არის უკრაინაში დაპირისპირება. თუმცა მშვიდობის პირობებში საქართველოს როგორც მოკავშირე თავის გავლენის ქვეშ ყოფი ქვეყანა რომ განვითარდეს, ეს ცალსახად არ აწყობს ამერიკას, ეს შეიძლება ვთქვა. წყობაზე და არ შეწყობაზე არის. ამერიკის ინტერესი არის რომ შენ ატარებდე მის ინტერესებს. ახლა შენ რამდენად განვითარდები უკვე. ეს არის შიდა პოლიტიკა. შეიძლება მწვანე შუქი აუნთოს ამერიკამ ჩვენს განვითარებას. განვითარებას. იმპირობით რომ ჩვენ გავლენას შეინარჩუნებს, მაგრამ შენ უნდა გქონდეს შენი განვითარების ხედვა. ახლა ამერიკას ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ნაკლებად ადარდებს შენ განვითარდები თუ არ განვითარდები. და საბოლოო ჯამში განვითარებას როდესაც ვსაუბრობთ, ეს ჩვენი პრეროგატივა, იგივე ევროკავშირი, ყველას უნდა ევროკავშირი, ხო, საბოლოო ჯამში. და ამაზე ვსაუბრობ მე. ევროკავშირი გვინდა, მაგრამ ევროკავშირში არ ნიშნავს, რომ ავტომატურად განვითარება მოხდა, იმიტომ რომ ევროკავშირი უნდა იყოს გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი განვითარების, SMS-ს, რომ ხალხს გონია, რომ ავტომატურად უცებ ყველა კარგი ჯანდაცვა გვექნება, კარგი პენსიები გვექნება, კარგი ხელფასები, მაგრამ თუმცა ეს ასე არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ევროკავშირში ვხედავთ სხვა განვითარების გზებს, გინდა იყო გერმანია თუ გინდა იყო ბულგარეთი, ხო? იმიტომ რომ ბულგარეთს აქვს ზუსტად ისეთი ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც თავიდან ბოლომდე არის ის ეკონომიკური პოლიტიკა და ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს აკეთებს ბოლო 30 წელია და ეკონომიკური პოლიტიკა არც ქართული ოცნების დროს, არც ნაციონალური მოძრაობის დროს, არც შევარდნაძის დროს დიდად შინაარსობრივად ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ხო? არც იდეოლოგიურ დონეზე. თუ გინდა იყო შენ ინდუსტრიული ქვეყანა, რომელიც რაღაც წარმოების საშუალება ექნება, თუ ვიქნებით ჩვენ ბულგარეთისავით, მხოლოდ იაფი მუშახელის, ასე ვთქვათ, ექსპორტიორი ქვეყანა. რომელიც, იმიტომ რომ ჩვენთან არაფერი არ წარმოება, ჩვენ დავდეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში თქოს უნდა დაგხმარებოდა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით
თურქეთთან დადებულმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა ადგილობრივ სოფლის მეურნეობის განვითარებას და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს რაღაცეები შიდა პოლიტიკის დონეზე უფრო უნდა გადაწყდეს, ვიდრე იმაზე, რომ ვიღაცა კეთილი ძალა მოვა და გადაგვარჩენს და გვიშველის. ამიტომ ის ამერიკა რამდენად მოახდენ შენ განვითარებას და არ განვითარებას, ეს ამერიკის მე პირადად ვიტყვით, რომ არ აინტერესებს დიდად. თქვენ თქვით ესეთი რაღაც თქვენს ვიდეოში სოციალურ ქსელში, რომ თავარი დაპირისპირებაო არ არის, სადაც ეხლა დღეს არის წარმოჩენილი და ეს რაღაცა ევროკავშირი თუ რუსეთი და ეს რაღაცა პოლიტიკური ჭიდილები. თავარი დაპირისპირება არისო ამაში, რომ ისინი ვინც ქმნიან დოვლათს, შრომელები და ისინი ვისაც აქვს კაპიტალი და შენარჩუნება ვისაც შეუძლია ამ დოვლათის, ვინც მართავს ფაქტობრივად ამ ყველაფერს ეკონომიკაში, ანუ პარაზიტული კლასი, რომელიც თავის სკამების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული. აი ამ ორ ძალას შორის არის თანაბარი ძალა შეიძლება არც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი თავად დაპირისპირება აქ არის, ეს ძალიან საინტერესო იყო. შეგიძლიათ რომ კიდევ გაშალოთ და განავრცოთ ეს თემა. აი რომ დავაკვირდეთ ახლა ჩვენს ყოველდღიურობას, ხო? საბოლოო ჯამში მეტნაკლებად პოლიტიკურ ელიტაში რჩება ერთი და იგივე ხალხი. იქ ჩაიცმევენ ესენი წითელს თუ ჩაიცმევენ ესენი ლურჯს, საბოლოო ჯამში შინაარსი ეკონომიკაში არ იცვლება. მეტროს მემანქანეებისთვის, მაგალითად და ექთნებისთვის ბოლო 30 წელი არაფერი დიდად არ შეცვლილა. ისინი ელოდებიან, რომ მათი ცხოვრება გამოსწორდება. არ სწორდება საბოლოო ჯამში. თუ არ მოხდა, მაგალითად, მე თუ არ ჩავერია ჩემი პროფკავშირით, ხო? თუ არ ვიბრძოლე სოლიდარობის ქსელით, მე ჩავერია ჩემს გუნდთან ერთად, რომ ექთნების ხელფასი, საშუალო ხელფასი იყო ქვეყანაში 300 ლარი. წარმოიდგინეთ ექთანი, რომელიც მუშაობს 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. ეს ყველაზე კარგ ვარიანტში და 50-60 საათი კვირაში, ჯოჯოხეთურ პირობებში. ქობულეთში ამ ადამიანის ხელფასი იყო 154 ლარი. რა შეიცვალა მისთვის საბოლოო ჯამში მატერიალურად? არაფერი. მას აი ამ ქალებს, მაგალითად, ქალები არიან ძირითადად, უწევთ შემდეგ ემიგრაციაში წასვლა. იტალიაში მაგალითად. რადგან არიან ექთნები, უფრო მეტი უპირატესობა აქვთ, რომ აიყვანონ სამუშაოზე და მომლელებად მუშაობენ. ძალიან მძიმე და მონურ პირობებში. ემიგრაციაში მიდის, ხო? ქვეყანაში მოსახლეობა მცირდება და მცირდება. ძირითადად ეს შობადობა კი არ არის, ეს არის მიგრაცია პრობლემა. იმიტომ რომ პრობლემა არის ის, რომ სოციო-ეკონომიკური პირობები არ გიქმნის ხელს, რომ შენ შექმნა სტაბილური, მაგალითად, ცხოვრება გქონდეს ამ ქვეყანაში. გქონდეს ის, რომ პროფესიულად იყო დაფასებული რა. და ეს ვინ უნდა შეცვალოს და გააკეთოს? აი მანდ მივდივარ ზუსტად. და წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მოხდა ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა ქვეყანაში. საბოლოო ჯამში მოხდა ისეთი ყველაფრის კომერციალიზება მოხდა. როგორ მოხდა კომერციალიზება, ეს კიდე ცალკე გადაცემის თემა არის 90-იანი წლებიდან, მე ხო ვერ გავშლი. უამრავ უდიდესი თემა. ბანკი არ უნდა აკონტროლებდეს ჯანდაცვის სისტემას. იმიტომ რომ ბანკისთვის მთავარი რა არის? მოგება, ხო? და ბანკისთვის პაციენტი არ არის მთავარი. ჯანდაცვაში, ჯანდაცვის სისტემაში მთავარი ჯანდაცვის სისტემა არ შეიძლება და ჰოსპიტალურ სექტორში არ შეიძლება იყოს მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი. ეს არ არის მაგალითად კაფე, ეს არ არის ბარი, ეს არ არის რაღაც მანქანების საწარმო, ეს არის უფლება, ეს არის ადამიანის უფლებას ყიდვა და კომერციალიზება და საქონლად ქცევა ადამიანის უფლების პირდაპირ რაღაც ცდომა ჯანდაცვას. იმიტომ რომ საქართველოს სამწუხაროდ უფლებები მარტო სამოქალაქო და პოლიტიკური ესმით და მთელი უფლებადამცველი ორგანიზაციები ამაზეა შეგვიძლია, თუმცა სოციალური და ეკონომიკური უფლებები საერთოდ უგულებელყოფილია. და საბოლოო ჯამში ყველა გამოკითხვაში ადამიანებს რა აწუხებთ 90%-ს დასაქმება სოციალური და ეკონომიკური პირობები. დააწუხებთ, მაგრამ არც ერთი მე არ მახსენდება ან აქცია, ან შეიძლება არის ეს შიგადაში, მაგრამ აი რეალურად დიდი პროტესტი ამ მიმართულებით. ხო და ზუსტად მან მივდივარ, რომ სამწუხაროდ ჩვენ მოგვიწია ჩარევა, რომ 650 გახდეს მინიმალური ზღვარი ექთნების ხელფასის, რომ ამას დაბალი არ შეიძლება იყოს. ეს იყო კოვიდი დაგვეხმარა ამაში. ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის. ეს კატასტროფულად არ არის საკმარისი, რომ ამის ადამიანები შევინარჩუნოთ. იმიტომ იცით ჩვენ რომ ექთნების კადრების დეფიციტი გვაქვს დღეს ქვეყანაში. კი ბატონო, ახლა ძალიან უფრო არ წავიდეთ. აი მაგას ხსნი, იმიტომ რომ 4-ჯერ ნაკლები ყავს და ეს სწორედაც რომ იმ ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია. ნახეთ, ახლა მე თვითონ ჩემ თავის ოპონირება უნდა გაუწიო რაში, რომ ახლა ვთქვი, რომ პროტესტი ამ მიმართულებით არ მახსენდება თქო და პროტესტამდე რატომ უნდა მიდიოდეს საქმე? ხელისუფლებას იმიტომ ვირჩევთ, რომ ეს საკითხები მოგვარდეს, ხო? რატო დავიწყე საზოგადოების პროტესტიდან? ხელისუფლება რომელიმე და დღეს არის დღევანდელ სიტუაციაზე პასუხისმგებელი ახლანდელი არჩეული ხელისუფლება, ხო? თუ
ჩავთვლით რომ ლეგიტიმურია. რას აკეთებს სინამდვილეში აი თქვენი კრიტიკული ხედვა როგორია? როგორი უნდა იყოს შიდა პოლიტიკა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუციები, სხვადასხვა სფეროები განვითარდეს და ჩვენ არ ვიყუროთ სულ და გადამრჩენელს არ ვეძებდეთ გარეთ. Ზუსტად. 180 გრადუსით არის შესაძლებელი ეკონომიკის პოლიტიკა. ძალიან მარტივია. უნდა ვთქვათ უარი იმაზე, რომ ყველაფრის კომერციალიზაცია და ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. და უნდა მოხდეს იმაზე კიდე ორიენტირება, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები არ უნდა იყოს ქვეყნის გადამრჩენელი, იმიტომ რომ უცხოური ინვესტიციები საქართველოში რისთვის შეიძლება მოვიდეს? მოდი დავფიქრეთ. იაფი მუშახელი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საწარმოო კაპიტალი, ხო? რამეს წარმოება რომ ხდებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ რა ცოდნებიც გქონდა SSRI-ს დაშლის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ეს ცოდნები რამენერად შეგვენარჩუნებინა, ჩვენმა აბზე უფრო კათოლიკე ნეოლიბერალმა ეკონომისტებმა, რომელიც ეხა მოდი უფრო კაპიტალისტებზე უფრო კაპიტალისტები ვიყოთ და ჩვენ გვეუბნებოდნენ, არ ქნათ ეს. გაატარეს რადიკალური რეფორმები, ეს ცოდნები დაიკარგა. და საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ უფრო მეტად განვითარებული ვიყავით პროპორციულად ეკონომიკურად, ვიდრე ვართ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ყველანაირი საწარმოო კაპიტალი და ცოდნა არის დაკარგული. ამიტომ ჩვენ ვართ ბევრად უფრო ქვედა საფეხურზე, ვიდრე ვიყავით მაშინ განვითარების კუთხით. აქედან გამომდინარე, რა უნდა გაკეთდეს და არის ის, რომ ამ რაც თურქეთმა გააკეთა ოზალის დროს, ფიქრობ, რომ ძალიან ჭკვიანი რაღაცები გააკეთა თურქეთმა მოცემულობაში, შეგვიძლია ეს გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ეს არის ის, რომ თურქეთი, რომელიც იყო ასე თქვათ, სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკა 80-იანი წლებიდან, ოზალის რეფორმებიდან გახდა ისეთი ქვეყანა, რომელიც დღევანდელ დღეს აწარმოებს მაგალითად ტექნიკას, მაღალ განვითარებულ სარწყის მანქანები და ამავდროულად. დავიწყებ იმით, რომ უნდა მოხდეს ისე, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ პირდაპირ სახელმწიფო ინვესტიციები წაიყვანოს იმ მიმართულებებით, რა მიმართულებაც სახელმწიფოს სჭირდება. კვლევა არ ჩატარებულა, რომელი მიმართულება არის საჭირო განვითარებისთვის. ეს სამწუხაროდ პროგრამა აქვს, რომელიმე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ყველა პოლიტიკური პარტია მე ძალიან დამღლელი არის, რომ არის მხოლოდ ვინ უფრო მეტად დაიჭერს ევროკავშირს თუ ამერიკის დროშას, თუმცა ამ დროშების მიღმა არის სიცარიელე ჩვენი მოსახლეობისთვის, ხო? ეს ადამიანები რჩებიან ხელისუფლებაში, მაგალითად ოქრიაშვილი ავიღოთ, PSP-ს ერთ-ერთი თან პოლიტიკოსია, ამიტომ შემიძლია ძალიან კარგად საჯაროდ მას საუბარი. ხან ნაცი იყო, ხან ქოცი იყო, ხო და თავის ბიზნესს ინარჩუნებს და ესეთი უამრავი ადამიანია, რომლებიც პარლამენტში ხვდებიან თავიანთი ბიზნესების ლობისტებად. ან თავიანთი ოჯახის ბიზნესების წარმოადგენენ. კლინიკის რამდენი მფლობელი იყო, იცით, წინა პარლამენტში. წინა პარლამენტში ჩვენ ყავდა 40 მილიონერი. ნოლი შრომელების ინტერესის წარმომადგენელი და რამდენჯერაც შევეცადეთ. შეგვეტანა ისეთი რეფორმები, რაც მაგალითად ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას შეცვლიდა, ან კლინიკებს რაღაც პასუხისმგებლობებს დაავალებდა იმ წუთში, ისე ერთიანდებოდნენ ხოლმე მთავრობაც და ოპოზიციაც, ერთიან პოზიციას იკავებდნენ ხოლმე, სასწაულთ მივხვდი, როგორ შეიძლება დასრულდეს კონფლიქტი. სოციალურ თემებზე დავიწყოთ ლაპარაკი და ერთ მხარეს დადგებიან ოპოზიციაც და მთავრობაც. აი ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ყველა თავის ჯიბეს ოფრთხილდება. და თქვენ ხედავთ რაღაც სივრცეს ქართულ პოლიტიკაში, რომ აი ეს პროფესიონალები, რომლებიც ერკვევიან, რომლებიც არ ვიცი, კვლევას ჩაატარებენ, ეკონომისტები თუ მოიზიდავენ სხვადასხვა პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროში და აი რაღაცნაირად ესეთი ძალის გაჩენის სივრცე ჩანს თუ ეს ძალიან შორს არის რეალობიდან. ვერ გეტყვით, იცით, რომ ეს არ ჩანს და ვერც იმას გეტყვით, რომ ეს ჩანს, ეს გააჩნია, არ ვიცი. დღევანდელი მოცემულობით იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დღევანდელ დღეს არიან საქართველოში წარმოადგენლი, მე ვფიქრობ, რომ არა. იმიტომ რომ თუ ერთი ლაპარაკობს ევროკავშირში მინდა რო კითხო, რას გააკეთებ, ვერაფერს ვერ გეტყვიან. ანუ რა იცვლება ჩემთვის, რა იცვლება მაგალითად პოსტის თანამშრომლისთვის, გეზრდება ხვალხელფასი, ევროკავშირში რო შევალ და რა ხდება, ვერავინ ვერ გიპასუხებს ამას. მეორე მხრივ ლაპარაკობს მთავრობა სუვერენულობაზე, მაგრამ ევროკავშირში შესვლა თავის თავად არ გულისხმობს ეკონომიკურ დაუშვათ რაღაცა ახალი ბაზრის პერსპექტივა და ასე შემდეგ. ხა რაღაც ბენეფიტებს გულისხმობს, რა თქმა უნდა. ხა მე ვერ დავდებ თავს და ვერ დავიყვეხნი რომ ვილაპარაკობთ მაგას, უბრალოდ მივალმანთ. უბრალოდ ეგ იმეცით რატომ მაგას არ გულისხმობთ, რომ ყველას ეკონდა რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აგვაშენებდა. მაგრამ ჩვენ როგორ მივიღეთ ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება? ჩვენ ევროკავშირმა გვითხრა, ჩვენ ვართ 300 მილიონი, თქვენ ხართ 3 მილიონი. ანუ არათანასწორობა იქნება. ჩვენ დათქმები არ დავდეთ, ევროკავშირმა დაგვიდო შეზღუდვები, დათქმები, რაღაც კვოტები, მაგალითად ნიუ-იორკზე კვოტა გვაქვს რომ გავიტანოთ. ჩვენ არ დავდეთ და არა, ოღონდ ევროკავშირთან მივიღოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ყველაფერზე თანახმოვართ. რა მივიღეთ? 1968 წლიდან ქონდა ევროკავშირის ქვეყნებს შეზღუდვა შაქრის წარმოებაზე. შემდეგ 2017 წელს
მოიხსნა ეს შეზღუდვა და დიდი რაოდენობით იაფი შაქარი შემოვიდა ევროკავშირიდან საქართველოს. საბოლოო ჯამში რა მოხდა? აგარის შაქარი გაჩერდა. და აგარაში გაჩერდა უკუ შედეგი მივიღეთ. იცით რატო? ეს კი არა იმიტომ რომ აი ევროკავშირი ცუდი. არა, იმიტომ რომ შენ რო რაღაცას დებ ხელშეკრულებას იქ არ უნდა იყოს რომ მეორე მხარე აუცილებლად კეთილი ძიან, კეთილი დეიდაა და დაგეხმარება. შენ როდესაც ყველას აქვს თავისი ინტერესი, შენ თუ შენ ინტერესებს არ დაიცავ, არავინ არ დაგიცავს შენ. იმიტომ არის დღევანდელ დღეს მაგალითად ევროსკეპტიკური მთავრობები თვითონ ევროკავშირშიც. ეს იმიტომ კი არა რომ აი მე ისინი მემარცხენე მთავრობა არის სლოვაკეთში, მემარჯვენე მთავრობა არის უნგრეთში, ხო? ჩვენ ვიცით ორბანის მთავრობა ევროსკეპტიკურია. სლოვაკეთის მთავრობა მემარცხენე და ევროსკეპტიკური. რატომ არის ისე რომ მემარჯვენე და მემარცხენე მთავრობებიც ევროსკეპტიკური? სლოვაკეთის მაგალითს მოგიყვანთ. მოდი გავშალოთ. სლოვაკეთი იყო სოციალისტურ პერიოდში, ჩეხოსლოვაკეთის დროს იყო ძალიან გამორჩეული, ჰქონდა ძალიან დიდი ინდუსტრია რძის პროდუქტების წარმოებისა და მესაქონლეობის. და მათ ჰქონდათ იმედი, რომ ევროკავშირში შევიდოდნენ, ბაზარი იქნებოდა თანასწორი. მაგრამ კაპიტალიზმია, კონკურენცია არის. და გერმანულმა და ფრანგულმა სოფლის მეურნეობამ გადათელა სლოვაკური წარმოება და აქედან გამომდინარე მოვიდა ისეთი მთავრობა, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი თავისთავად ბრიუსელის მიმართ, ხო? რომ მე ჩემი ადგილობრივი წარმოება აღარ მაქვს. და მე თავიდან ბოლომდე გავხდი გერმანიის და საფრანგეთის ბაზრის რაღაც მეორეხარისხოვანი მომხმარებელი. ანუ აი ამის გამო ხდება რა. მესმის. რევას, იცით რა მინდა გკითხოთ? აი ეს ევროსკეპტიკური ძალიან მენიშნა ეს სიტყვა და ჩვენს ხელისუფლებას ძალიან კარგად შეიძლება შეესაბამებოდეს, რომ ევროსკეპტიკურად არის განწყობილი. თუმცა თქვენი ხედვით და თუ გესმით, თვითონ რა ხედვა აქვთ, რას გვიპირებს ჩვენი ხელისუფლება? აი მოვიდა, აი თვითონ ხო თulis რო არის ლეგიტიმურად ხელისუფლებაში. გავიგე ევროსკეპტიკურია. რა არ არის ევროსკეპტიკური. აბა რა არის? ევროსკეპტიკური რო იყოს. რა არის ევროსკეპტიკური ხელისუფლება რო იყოს, ევროსკეპტიკური ხელისუფლება რო იყოს, სიტყვა და ევროკავშირი არ მინდა. რატო არ შეიძლება რომ უბრალოდ ფასადად გამოიყენოს ევროკავშირი ბარიკადრები? არ ამგონია, იმიტომ რომ ქართული ოცნების ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ვიღაცა მეხუთე ხარისხოვანი ჭღპღ დეპუტატები ევროპარლამენტიდან, რომლებიც ძალიან დაბალი პროცენტით არიან არჩეულები, მაგალითად გერმანიაში, იმიტომ რომ გერმანიაში სწავლობდი, ცხოვრობდი, ძალიან კარგად ვიცი რა ხდება. რომ კითხოთ ევროპარლამენტი რა არიან, ვინ არიან წარმოადგენელი არ აქვს. მაშინ როდესაც თავისი უბნის ოლქის დეპუტატები იციან, როგორც მერიაში, როგორც თემის საკრებულოში, ისევე როგორც ბუნდესტაგში. ანუ ევროპარლამენტი არის ხალხურ სარეკომენდაციო ორგანო. კი ბატონო. მაგრამ საქართველოში ევროკავშირი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც თავისი გაემართლებინათ თავისი პოზიციები. კი ბატონო. და დღემდე ასე არის, რომ ღმერთად არის წარმოდგენილი. მე არ მგონია, რომ ქართული ოცნება ევროსკეპტიკურია. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება არის თავდასხმის ქვეშ. იყო ყოველ შემთხვევაში თავდასხმის ქვეშ ნეოკონსერვატების მიერ, მიუხედავად იმისა, გულწრფელად ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას. მე არ ვიცი გულწრფელად ისწრაფვის თუ არ ისწრაფვის. ჩემი ხედვით არის, რომ ეს არის პროდასავლური ძალა. იმაზე მეტად პროდასავლური ძალა, ვიდრე მაგალითად საქართველოს სჭირდება. აი მაგალითად რო ავიღოთ ფრონტერას შემთხვევა რა. ფრონტერა არის ნავთობის წარმოების კომპანია, რომელიც ჯერ აზერბაიჯანიდან იქნა გაგდებული და მე ბრიტანეთიდანაც, ეს არის ამერიკული კომპანია. დედოფლის წყაროში ფლობდა თავის საბადოს ნავთობის რა და 11 თვის მანძილზე არ გადაუხადა დასაქმებულებს ხელფასი. ორმა ადამიანმა ვალების გამო თავი მოიკლა. თან განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც საქართველოში 95% ადამიანების იღებენ ვალებს იმისთვის, რომ ძირითადი საჭიროებები დაიკმაყოფილონ. ეს არის მობილური სყიდვა, ეს არის მანქანის, ეს არის საკვები, ჯანდაცვის ხარჯები და ასე შემდეგ, ხო? ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ჩვენ ხელისუფლება იძულებული გახდა, ვაიძულეთ, ასე ვთქვათ, აქტივისტებმა და პროკავშირებმა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში წაიყვანა ფრონტერა. საერთაშორისო არბიტრაჟში დაამარცხა ფრონტერა, რომ ფრონტერა იქცეოდა არაკეთილსინდისიერად. და ფრონტერას უწევდა ქვეყნიდან გასვლა და თავისთავად ანაზღაურების გადახდა ამ ოჯახებისთვის და ხელფასების დათმობა. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ორმა სენატორმა ტეხასიდან, ტედ კრუზმა და მისმა კოლეგამ დაწერეს წერილი, რომ ამერიკული კომპანიის გაწევა საქართველოსთან ნიშნავდა რას? დემოკრატიის უკან სვლას. და ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს კომპანია ყველანაირი სამართლებრივი დარღვევების გათვალისწინებით, რადგან ამერიკამ უთხრა უკან დააბრუნა. მოდი ახლა განსაჯეთ თქვენ არის თუ არა? კარგი. ნახეთ რა მაინტერესებს
დავიჯეროთ მე არ ვარ ხოლმე რაღაცა აპრიორი რაღაც წინასწარ განწყობილი პოზიციების მომხრე არ ვარ და მეც არ ვარ ესე განწყობილი. იყოს გულწრფელად პროდასავლელი ჩვენი ქართული ოცნება და ევროკავშირში გულწრფელად ისწრაფოდეს. იცით რა მაინტერესებს? აი ეს ამ 12 წლის განმავლობაში რა გააკეთა, ან რის გაკეთებას ველოდებით შიგნით ჩვენი ქვეყნის გაძლიერების, რას გულისხმობ? სასამართლო სისტემა, ჯანდაცვა, კორპუსს შორის რომ 7 ახალი კორპუსი იდგმება და მიწა ვეღარ უძლებს, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი, ანუ კატასტროფული. მე მაჩვენე ეკონომიკის ბრალი აქვს. ჩვენ გვაქვს ფიცი დადებული რომ ვიქნებით პაპზე უფრო კათოლიკე და არასოდეს არ გავათვალისწინებთ ისეთ ელემენტარულ ეკონომიკას, სადაც სახელმწიფოს ჩარევა უდნავ გახდება საჭირო. სახელმწიფოს ჩარევა ნიშნავს რეგულაციები გაკეთდება, რომ აქ არ შეიძლება კორპუსაში. ხდება რომ სახელმწიფო არ ერევა და ნებართვებს რო გასცემს ეს რა. ხო და მაგიტო არის რეგულაციები არ არსებობს. რეგულაცია არ არსებობს, ამ და ამ არ შეიძლება სახელმწიფოს აშენება. აქ და აქ არ უნდა იყოს, ეს არ შეიძლება, აქ ეს უნდა იყოს. ან თქვენ გჯერათ რომ მე ამჯერა მე ვიცი ეკონომიკურად. ან რა იცით რომ ნებართვებს რო გასცემს, იქ მერიის ინტერესები არ არის? მერიის ინტერესები პირდაპირ არ არის, მაგრამ არის ინტერესები ლობისტების. მორჩა. ეს არის მემარჯვენე ეკონომიკა. ხო და ამის აღმოსაფხრელად და პირიქით ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით სასამართლო სისტემა იქნება. სასამართლო სისტემას რა შეეხება, მოდი გეტყვით ამას. სასამართლო სისტემაზე მოდი პირდაპირ გეტყვით. მე წარმოვადგენ დამოუკიდებელ პროფკავშირს. 99% ვიგებთ кейსებს. სასამართლოში დამსაქმებლების წინააღმდეგ და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ქართული ოცნების პირობებში სასამართლოს შრომის სასამართლო შრომის დავები ყოველ შემთხვევაში შრომის დავებზე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრობლემა არ ყოფილა სასამართლოს მხრიდან. თორე ჩვენ დაგვიმარცხებია მაგალითად ჯანდაცვის სამინისტრო სასამართლოში. ჩვენ დაგვიმარცხებია ძალიან ბევრი სახელმწიფო კლინიკა სასამართლოში, რაც მე სკეპტიკურად უყურებდი. რაც შეეხება განათლებას, არის სრული კრახი, ის რომ არის ფასიანი განათლება ძირითადად ქვეყანაში და შედეგი არ არის ის, რაც უნდა იყოს. ის რომ სამწუხაროდ არის კომერციალიზებული ჯანდაცვა აბსოლუტურად და თავიდან ბოლომდე გადანაწილებული არის სხვადასხვა ფარმამაფიაზე, ჯანდაცვის მაფიაზე, კლინიკების ფლობელები პარლამენტში ზიანდა, არანაირი რეგულაცია არ არსებობს. 20 ლარი არ უნდა იყოს მინიმალური ხელფასი თვიურად ქვეყანაში და 1999 წლის მერე ეს არ შეცვლილა. ეს მეგონი პრობლემაა. და არანაირად არ ცვლის ქართული ოცნების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა საერთოდ არ შეცვალა და გონია რომ ამ დინარეებს მიყვება, რომელიც იყო აქამდე. იგივე ხდება, ეს არის ანტისოციალური სახელმწიფო გვაქვს ჩვენ ბოლო 30 წელია გვაქვს ანტისოციალური სახელმწიფო, სადაც მხოლოდ ის გადარჩება, ვისაც ან ქვეყნიდან გაიქცევა, ან ვიღაცა დაეხმარება გადარჩენაში. ეს არის წმინდა ველური კაპიტალიზმი, სადაც გადარჩება მხოლოდ ძლიერი სამწუხარო და სახელმწიფო დღევანდელ დღეს ევროპაში ყოველ შემთხვევაში დიდია იყო, რომ სახელმწიფო იმისთვის უნდა არსებობდესო, რომ რაღაც მინიმალური კეთილდღეობა უნდა შეიქმნას იმისთვის, ხო, რომ ადამიანი არ მოკვდეს ქუჩაში, ხო, ეს ხო. და თქვენ ხედავთ ამ ხელისუფლებას, რომ ვერ ხედავ. მე არ მალავ მაგას, მაგას ვხედავ პირიქით, მაგას ვაკრიტიკებ. ისე რაღაც ფასადურ რაღაც ნაციონალ მოძრაობასთან დაპირისპირებაში იწერს ქულებს ის ხელისუფლება, რომელიც წიაღში ინტეგრირებულები არიან თვითონ ნაციონალ მოძრაობის, რავჯი, ძალიან ბევრი მაშინდელი მაღალჩინოსა ის თუ არა მაღალჩინო რა მნიშვნელობა აქვს, ანუ ძალიან კარგად მოკალათდნენ ერთად სხვადასხვა სისტემაში და ჩვენ ასე ვთქვათ გვაჩეჩებენ რომ აი ნაციონალები გინდათ თუ რაღაცა ხო აი ეს ამ საცოდაო რაღაცა დისკურს როდის უნდა გაცცნენ თუ არ გაცდებიან პრობლემა რა არის წარმოიდგინეთ მე რა ვიყო ქართული ოცნება მე ძალიან მაწყობს რომ მყავდეს ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში რატომ ნაციონალური მოძრაობა რეალურად ალტერნატივას არ მთავაზობ თავი ალტერნატივა რა არის ვინ უფრო პროდასავლური იქნება, ვინ უფრო მეტად დაეჭერს ამერიკის დროშას, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან დისკრედიტირებული თავისი საშინელი პოლიტიკისგან. მაგრამ შენ როდესაც აჩვენებ ხალხს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის და ორ პარტიად არის გაყოფილი და ეს ხალხი არიან თავარი წამყვანი ძალები, სულ მოგებულში რჩები ავტომატურად. ამიტომ თქვენ რასაც კითხულობთ, მაგას სჭირდება რამე ახალი პოლიტიკური ველის გახსნა, რომელიც მართლა ალტერნატივას შემოგვიყვება. სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ რომ იყოს ალტერნატივა ეკონომიკა უბრალოდ თუ შეძლებთ ახლა თქვენ ხარ ჟურნალისტი დასვით ოდესმე თუ მოხდება და ეკონომიკურ საკითხებზე ადებატეთ წამყვანი პოლიტიკოსები ეკონომიკურ საკითხებზე ის კი არა ვინ უფრო მეტად სასამართლოზე ელაპარაკებს
არანაირი განსხვავება არის და დამიჯერეთ 80% არც იცის რომ მინიმალური ხელფასი 20 ლარია თვეში კანონის დონეზე და მაგალითად თქვენ რომ ეხა იყოთ ჩემი უფროსი და ამასაკმოდ 20 ლარზე ლეგალური იქნება თვეში 20 ლარს რომ იხდიდეთ და ვერ გიჩივლებთ რომ იცოდეთ მესმის და ამ თემების პროფესიულ დონეზე ხელფასების მინიმალური ზღვარი დავადგინეთ ჩვენ დამოუკიდებლად სფეროებში ეს ექიმებს 7 ლარი განვსაზღვრეთ საათში ექნებს 4 ლარი და 40 თეთრი. ანუ ექნის ხელფასი იყო 154 ლარი, ეხლა არის 650. ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ საცხოვრებელი ხელფასის ცნება არ არსებობს. აი, ყველაზე დიდი საინტერესო ნიშანი არის სტატისტიკის დეპარტამენტი რო აიღოთ. მედიანურ ხელფასს არ თვლიდა აქამდე. ეხაც თუ თვლის არ ვიცი. იმიტომ რომ საშუალო ხელფასი ძალიან მარტივია. 200 კაცს აქვს 500 ლარი ხელფასი და ერთს აქვს 30000 ლარი. ხო და ეს არაჩვენებს რეალობას. მედიანური ხელფასი რა, ანუ ყველანაირი ხელფასი უნდა დაძდეს და შუაში რაც არის მედია. აი ეგ იქნება რეალური სახე. ამას არ თვლიდა. ანუ ძალიან რადიკალურად მაღალი წარმოიდგინეთ და თვითონ საშემოსავლოდან თვლიან ხელფასს საქსტატში. კომპანიებმა უნდა მიაწოდონ და კომპანია ხან ნამდვილ ინფორმაციას მოგაწოდებს თუ გაბერილ ხელფასებს, მაგას არავინ არ ამოწმებს და ეგ არ ისჯება. და იმის მაგალითად საშემოსავლობიდან ნახონ რეალური ეკონომიკური დგომა არავინ არ ფიქრობს მაგაზე. და საცხოვრებელი ხელფასის ამას ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში გვაქვს საარსებო მინიმუმი 90-იან წლებიდან. რა არის? რომ ადამიანს არსებობისთვის რამდენი ჭირდა მინიმუმისთვის, ხო? 250 ლარია დაახლოებით. საარსებო მინიმუმი. ამ ადამიანს რო ფიზიოლოგიურად გადარჩეს. რა შედის ამაში? ეს არის 70% უნდა იხარჯებოდეს საკვებზე და 30% ჯანდაცვაზე, განათლებაზე, პირად ჰიგიენაზე, არ ვიცი, რეკრეაციაზე და ასე შემდეგ, ეს არის აბსურდი, ხო? და კიდე მასში არის ჩადებული შევაჭრების კოეფიციენტი. ანუ დღეს პარში ან სამ მაღაზიაში შეხვალ და შევაჭრების კოეფიციენტს რო ითვალისწინებ, ხო ეს ხო არ არის რეალური. რას ნიშნავს შევაჭრების კოეფიციენტი? ანუ მე თქვენ ხართ ვითომ კარტოფილს ყიდით ან რამეს. შემევაჭრებით და ბაზარზე დააკლევთ. ხო ხდებით? ანუ ეს ამის გათვალისწინება საერთოდ არასერიოზულია დღევანდელ დღეს, ხო? ანუ ეს არის დარჩენილი. კიდე არსებობს მეორე, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის საცხოვრებელი ხელფასი. საცხოვრებელი ხელფასი არის დაახლოებით 35% არის მხოლოდ საკვებზე ხარჯები და 65% არის ჯანდაცვა, ბანკის ვალები, განათლება, ბინა და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ საბინაო კრიზისი შეიქმნა მალე გამოსახლებებით, გავალიანებით და ასე შემდეგ ქვეყანაში. და იმას კიდე რომ არ გვიგზავნიდნენ ნათესავები კიდე უცხოეთ ნამფულს ჩვენთან ქვეყანაში მართლა შეიძლება რევოლუცია სხვა მიზეზით დაიწყოს. ამას ვამბობ რა რომ საცხოვრებელი ხელფასი დაახლოებით ქვეყანაში 2000-2100 ლარი, რაც ადამიანს ჭირდება მინიმალურად ნორმალური ცხოვრებისთვის, რა მინიმალური ნორმალური ცხოვრების, რომ კვირაში ერთხელ მეგობართან ერთად კაფეში ან სადმე გახვიდე რა და სუვალებზე არ იყო და ვაიდედას და 70 სამსახური არ ქონდეს. აი ამ საკითხებზე უნდა დაიწყოს ლაპარაკი. მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ საკითხებს ითვალისწინებს და ქართულ ოცნებაზე ვიტყვი კიდე რა, სუვერენულობაზე როდესაც საუბრობს. სუვერენულობა ვერ იქნება ნამდვილი, თუ მას არ აქვს საფუძველი ეკონომიკით გამყარებული. მე ძალიან მიყვარს ჩემი კულტურა, ჩემი ენა, მაგრამ მხოლოდ ენა და კულტურა ვერ მოაქვს სუვერენულობა. შენ უნდა გქონდეს ამისი რეალისტური მატერიალური, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ კონკურენტულ ქვეყანაში, სოფლიოში და შენ თუ ვერაფერს ვერ აწარმოებ, არავინ არ მოვა შენ გადასარჩენ და ეს ნელ-ნელა უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნისო რა. ბევრ რაღაცაში უნდა გამოვიყენოთ ის საშუალებები, რაც არის დახმარებისთვის და უნდა დავიხმაროთ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მას მივენდოთ თლიანად, რომ ის თლიანად არ დაგეხმარება. კი ბატონო და აი ხა საბოლოოდ შემაჯამებელ კითხვას დავსვამ და დავასრულოთ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით და მესმის, რასაც ამბობთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ოპტიმალური პოზიცია როგორ გესახებათ? ანუ რაღაცა მიუმხრობლობა ახსენა დემურ გიორგელაძემ მყავდა სტუმრად და ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიწონა ეს, თუმცა რამდენ რეალისტურია ეს? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რო ვიყოთ ნატოში მიღებული, რაც დავიბადე მესმის ნატო და არ ვართ ნატოს წევრი, ვიომეთ ამერიკას არ უმია რუსეთთან. ჩვენ ვიომეთ და წყალი გამოგვიგზავნეს 17 წლის ვიყავით, 16 წლის ვიყავით და ჩემი მეგობრები წავიდნენ ჯარში, მე არ წავედი, იმიტომ პატარა ვიყავი, არ ვიყავი სრულწლოვანი, ხო? ეხა უკრაინა ომობს და ვუყურებ, რომ ერთი არის რას ამბობს დასავლეთი რიტორიკულად, მეორე არის რა ხდება სინამდვილეში. და აქედან გამომდინარე ის, რომ ჩვენ ვიყოთ მაინც და მაინც დასავლეთის ქვეშ, მე ვერ ვხედავ, იმდენი რაღაცა გავაკეთე. ერაყში ჯარები გავგზავნით, ყველაზე რთულ მისიებში იყვნენ ჩვენი ბიჭები, ავღანეთში. როგორც კი ამბობთ დასავლეთის ქვეშ არ ვიყოთ, ყველა აბსოლუტურად იფიქრებს, რომ ფიქრობთ, რომ უნდა ვიყოთ რუსეთთან. არ ფიქრობ მაგას, რუსეთის ქვეშ არ ფიქრობ, მაგრამ რა არის, იცით რომ მე ვერ ვხედავ უბრალოდ, იცით რა, უნდა ვიყოთ გონივრულები რა და უნდა ვიყოთ რეალისტები, იმიტომ რომ ჩვენ ხარ კი გავიღეთ, მოდი პირადად ვიტყვი, ჩვენი ბიჭები იყვნენ ავღანეთში, უფრო დიდი კონტინგენტი ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნებს ჰქონდა. შედეგი რა მივიღეთ?
აი მუდმივად მოსაცდელის კარში ვართ. მე მიხარო და მაგრამ მე თვითონ გავხდი კრიტიკულად განწყობილი უკვე, იმიტომ რომ თითქოს ამას იყენებენ მაშინ, როდესაც თავისი ინტერესები უნდა. აი ეხა გაგხდით, ან ეხა აღარ გაგხდით. და სამუდამოდ ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ბევრ რაღაცას, რასაც თავის წევრები არ აკეთებენ. და შედეგს ვერ ვხედავ. და მაშინ რუსეთთან ურთიერთობა როგორ გქონდა? რუსეთთან ურთიერთობა როგორ მესმის და შენ რუსეთთან არ გაქვს ურთიერთობა. საერთოდ არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს. ოკუპაცია სანამ არის რუსეთთან ოკუპაცია. სამწუხაროდ ეს რეალობა გაქვს. როგორ მესმის რუსეთთან? რუსეთთან ეხაც პირისპირ ხარ დარჩენილი. არავინ არ მოვა შენ გადასარჩენად. მაგრამ გესმით რასაც გულს? არ მესმის, იცით რატო? იმიტომ რომ მაგაზე არის სულ. ეს შეეცადეთ რო არ მესმის, იცით რატო? რამე დაპირისპირება, ანუ მოხდეს საქართველოსა და რუსეთში. ერთ-ერთზე ვრჩებით და თურქეთი არ დაგიცავს. თურქეთი წაიღებს თავის წილს. ეს არის რეალისტური მკაცრი მსოფლიო. გვინდა, არ გვინდა, ესე არის. და აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ, რომ რამენაირად როგორც საქართველოს გადარჩა 4000 წელია, ხან ოსმალეთი ყავდა, ხან საფაბიდების ირანი, ხან ბიზანტია, ხან სასანიდების ირანი, ხან რომი, ხან პართია. ანუ ცოტა სამწუხარო არის ეს რეალობა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში ჩვენ განვითარებაზე და გქონდეს გონივრული საგარეო პოლიტიკა. მე ნაკლებად ბატონ თემურ გიორგიხელიძე შეიძლება დავეთანხმო ამ შემთხვევაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინვესტიციები საქართველოში დასავლეთთან დამაკავშირებელი, მაგალითად ჩინეთი შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ ჩინეთის არ ფიგურირებს სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში, მხოლოდ და მხოლოდ ეხლა მაგალითად ჯო ვილსონმა რომ დაწერა საქართველოს მთავრობა რუსულია, ტრამპი მოვიდა იმ წუთში რუსეთი ამოშალა და ყველგან ჩინურად გადააკეთა. ხო მთავარი ეს ლობიზმი არის, იმიტომ რომ ამაში ფულს იღებენ. მე ხა ეს ძალიან ცხადია ფარა ამისთვის არის, რომ ყველგან ჩანს რამდენი იყო ჯო ვილსონმა ამაში და ამაში, ხო? აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს არის ესე? რა თქმა უნდა, ეგ არის ფარა, foreign agency bill. როგორ არის ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის რომ გადააიღოს. რა თქმა უნდა, ფარა. ანუ განვითარება არის თავარი, შიდა განვითარება არის, იმიტომ რომ ჩვენ ბოლოს 10 წელი ვართ სულ საგარეო ძალაზე ორიენტირებული და გარედან აბა რუსეთი თუ დაგვეხმარება, აბა იქ ამერიკა თუ დაგვეხმარება, ევროპა თუ დაგვეხმარება, ჩინეთი, არავინ არ დაგვეხმარება. ყველას თავისი ინტერესი აქვს და ჩვენ რამენერად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ეს ინტერესები რამენერად საჩვენოდ გამოვიყენოთ. არ არსებობს კეთილი და ბოროტი ძიები, იმიტომ რომ ღაზაში მიმდინარე გენოციდმა პალესტინელების, რომელიც საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლო აღიარა გენოციდად, ამან აჩვენა და ბევრი ამბობს, რომ კეთილი და ბოროტი კეთილი ძალა არ არისო დასავლეთი, იმიტომ რომ დასავლეთმა სამწუხაროდ ამ გენოციდს ხარ დაუჭერა ბაიდენის მთავრობა. ევროკავშირში მხოლოდ ორი ქვეყანა წავიდა ამის წინააღმდეგ, ეს იყო ღიად ირლანდია და ეს ღიად ესპანეთი და ნატოს ქვეყნებიდან კიდე ამას დაემატა შემდეგ არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა ნორვეგია, სკანდინავია. აქედან გამომდინარე ყველგან არის ინტერესები. ჩვენ უნდა ვიყოთ გონივრულები. თორე ჩვენ ვაფრიალებთ ევროკავშირის დროშას, ვაფრიალებთ ამის დროშას, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ. იმ ვერც მათი მხრიდან. მე ვხედავ იმას, რომ მათ მაშინ ვახსენდებით, როცა თავიანთი გეოსტრატეგიული ინტერესები აქვთ. და ჩვენთან კიდე ეს მარტივი არის აქროვარეულობა მოხდეს, იმიტომ რომ რეალურად თავრობები, მოდი ამას ვიტყვი, არც ერთ თავრობა ხალხს არ თავაზობს, რომ იგრძნონ, რომ მართლა სახელმწიფოში ცხოვრობენ და ისინი დაფასებულები არიან თავისი პროფესიით და მათი ცხოვრება ღირებული არის ამ ქვეყანაში. რა ეს მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ჩემი კულტურა მიყვარს, ჩემი მუსიკა მიყვარს, არა, რომ მე შემიძლია, რომ ჩემი კულტურით თავი არ ვიგრძნო მეორე ხარისხოვან ემიგრანტ მოქალაქეთი იქნება გერმანიაში თუ სადღაც იტალიაში და ჩემ ქვეყანაში შემეძლოს ჩემი პოტენციალის განხორციელება. რა თქმა უნდა, ღირსება და თვითიდენტიფიკაცია მხოლოდ სიმღერაში და ცეკვაში არ არის, ეკონომიკა, სოციალური და ეკონომიკა და ვარ ღირსეული. მაგას ვამბობ, ჩვენ გვჭირდება ისეთი ხედვები, ან ისეთი ოდესმე თუ გვეღირსება, ისეთი პოლიტიკური ნების და იდეოლოგიური ხედვის პრობლემა. წესიერი ხელისუფლება და წესიერზე არ არის. პროფესიონალი, არ წესიერება აუცილებელი. წესიერება შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იდეოლოგიური მრავალფეროვნება. სხვა შორის თამარ ჩერკოლიაშვილმა თქვა, რატო არ არის დღესო მემარცხენეებს და მემარჯვენეებს შორის დებატი საქართველოში, და 99% არიან მემარჯვენეები სხვადასხვა ფერებში. და საბოლოო ჯამში არ არის ჩვენ ქვეყანაში იდეოლოგიური მრავალფეროვნებას დებატები. მე ვამბობ ეკონომიკურ დონეზე, მე არ ვამბობ ხო, ვაშაურა. ხო, გესმით რასაც ვამბობ. ანუ აი აქ მინდა, იმიტომ რომ მე მინდა რომ იყოს დებატი საპენსიო რეფორმაზე, რა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საპენსიო რეფორმა ისე მივიღეთ, რომ ამაზე დებატი არ ყოფილა ჯანსაღი. აი, ახლა წარმოვიდგინე უცებ რომ იყოს დებატები საპენსიო რეფორმაზე და აი ჟურნალისტები ამზადებენ რაღაც ტელევიზია იქნებათ რაღაც და მაყურებელი გადართავს ზუსტად ვიცი ისიც რატო? იმიტომ რომ საზოგადოების უმრავლესობა მიჩვეულია აი ამ რაღაცა ხურდება სხვა თემებზე. ესეც ეს რაღაც ორმხრივი პროცესი. ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, იცით? კარგია თუ ვერ დამეთანხმებით. მოსახლეობა, აი ხა ჩემი ვინც მე მიყვარხა დიდი აუდიტორია არ ყავს, მაგრამ იმ შრომელებთან როდესაც მაგ შეხება.
როდესაც მას ძალიან შეხება სპეციფიურ აუდიტორიას ამბობთ. ხო, მაგრამ ეს უმრავლესობა ხალხის გვინდა არ გვინდა, იმ შრომელი კლასი ეს არ უყვართ საქართველოს, საბჭოთა კავშირში, ევროპაში ამას ხმარობენ. შრომელების უმრავლესობა ამბობს, რომ სოციოეკონომიკური საკითხები და დამერწმუნებით ხალხი არ გადართავს, იმიტომ რომ თვითონ ტელევიზიებს არ აქვთ мотиваცია, რომ პრაიმ ტაიმში გავიდეს ეს თემა. არის სულ რაღაცა ისტერიული სკანდალები და პროპაგანდა. ყველა ტელევიზიას აქვს თავისი ნიშა და არ ხდება არც მათ შორის საზოგადოებრივ მოუწყებმა ცადა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ პრაიმ ტაიმში ეს უნდა იყოს რაღაც ცენტრალური თემა. ცენტრალური თემა იქნება ვიღაცას თავში რაღაც ჩაარტყა და ავე. ანუ ამაზე არის თემა და ხალხის უმეტესობას ეგ არ აინტერესებს. ძალიან კარგი თუ არ გასართობად საყურებელია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მედიებიც მე მესმის კომერციული მედია ამით აკეთებს ფულს და ამიტომ რეკლამებს სჭირდებათ რეიტინგისთვის, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობის დაკვეთა ყველგან კვლევებში, ეს ჩემი არის ხო, ყველა კვლევებში არის, რომ ეს და ეს თემები, ეს და როგორც პოლიტიკაში, ისე მედიაში და ეს ჩემი აზრით პირდაპირ კავშირში არის მედიის კომერციალიზაციასთან და პოლიტიკის პროპაგანდირებასთან ერთმანეთთან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, უღმესი მადლობა და მე იმას ვიტოვებ, რომ კიდევ გვექნება საინტერესო თემები და თქვენ კვლავ მესტუმრებთ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა და ვემშვიდობებით ჩემს მაყურებელს დროებით.